მე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის მე-12 სემესტრელის სტუდენტი ვარ. ჩემი ოცნება ახდა და ჩემი ცხოვრების 6 წელიწადი აქ გავატარე. ახლა თქვენი დროა. დღეს მე თქვენს მომავალ უნივერსიტეტს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს გაგაცნობთ. ჩვენ ახლა შევდივართ სამედიცინო უნივერსიტეტის ყველაზე ძველ კორპუსში, მეორე კორპუსში, რომელიც ახლახან გარემონტდა. ეს დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამაა. ესენი კი ამ პროგრამის წარმატებული კურსდამთავრებულები არიან, რომლებიც უკვე სწავლობენ ამერიკის რეზიდენტურაში. ესენი კი ამერიკული პროგრამის ის სტუდენტები არიან, რომლებმაც USML-ის სხვადასხვა საფეხური ჩააბარეს. ახლა წავიდეთ დავათვალიეროთ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი. ეს არის ინტერაქტიული კუთხე, სადაც ხდება DNM-ის გამოყოფა და აი ამ სინჯარით შეგიძლიათ სახლში წაიღოთ საკუთარი DNM. აქ კი ადამიანის გენებს ვიკვლევთ. აბა ზემოთ თუ მიხვდებით რა არის? კაფეტერია. აქ კი ძალიან მაგარი ამბები ხდება. შევიდეთ. ეს დარბაზი არის რეანიმაციული განყოფილების მოდელირება, ხოლო ამ ცენტრში სტუდენტები ეუფლებიან კლინიკურ უნარჩვევებს. ეს ანატომიური მაგიდაა. ეს კი ადამიანის 3D გამოსახულება. მოდით უფრო ღრმად წავიდეთ. გაინტერესებთ მეტი? მოგზანდით. ნაკერის დადება აქ ვისწავლე. ჩვენი ბიბლიოთეკა. ეს სამკითხველოა. აქ მომაღლა ლაპარაკი არ შეიძლება. გამარჯობა. ერთი ყავა თუ შეიძლება. როგორც მიხვდით, ეს ჩვენი კაფეტერია. აქ ახლა უნივერსიტეტის და ჩემი სიამაყე სტუდენტური თეატრი ჰიგია რეპეტიციას გადის. ჩვენი სტუდენტური სერიალი რეგენერაცია ნანახი გააქვთ? თუ არა, ბევრი დაგიკარგავთ. სხვათა შორის მეც მონაწილეობ. ეს საკამოცდო ცენტრია. გამოცდების უმეტესობა სწორედ აქ ჩაგიტარდებათ. ჩვენ ვიმყოფებით რუსთაველის თეატრში, იმუნოლოგების კონგრესზე. ძალიან მალე აქ ჩვენი კულტურის ცენტრის კონცერტი დაიწყება. ეს ბავშვთა ადრეული განვითარების აკადემიის საბურთალოს ფილიალია. მომავალო ფარმაცევტებო, ეს თქვენი კორპუსია.
გვიკვლევთ მცენარეების ქიმიურ შემადგენლობას, რაც ძალიან საინტერესო პროცესია. აქ თქვენ ნახავთ სხვადასხვა ორგანოების უჯრედებს და მათ პათოლოგიებს. ეს სასამართლო ანთროპოლოგიის ლაბორატორია. აქ წლების წინ დაღუპული უცნობი პირების იდენტიფიცირება ხდება. მომავალ სტომატოლოგებო, კარგად დაიმახსოვრეთ ეს ადგილი. აქ თქვენს პედაგოგთან, ექიმ სტომატოლოგთან ერთად იმუშავებთ რეალურ პაციენტთან. უცხოურენები რამდენად კარგად იცით? ჩვენთან ძალიან ბევრი გაცვლითი პროგრამაა და თუ უცხოურენის შესწავლა დაგჭირდათ, აქ დაგეხმარებიან. ახლა კი ჩვენს კლინიკებში გადავინაცვლოთ. სამედიცინო უნივერსიტეტს ორი საკუთარი სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი აქვს. სამედიცინო უნივერსიტეტის ქართული მედიცინის ისტორიის მუზეუმი. მედეადან დღემდე. ძალიან მალე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს სამი ახალი შენობა შეემატება. ერთად დავათვალიეროთ ისინი. ეს სარაჯიშვილის ქუჩა, ნომერი 14. უახლოეს მომავალში სამედიცინო უნივერსიტეტსა და თბილისს ახალი ფსიქიატრიისა და ნარკოლოგიის კლინიკა შეემატება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით მეტრო უნივერსიტეტთან. აქ დაწყებულია სამედიცინო უნივერსიტეტის მე-6 სასწავლო კორპუსის მშენებლობა. აქ კი უზნაძის ქუჩაზე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მინიმუმ 8 სტუდენტს დაიდევს. ყველა ეს მშენებლობა 2025 წლის ბოლომდე დასრულდება. ჩვენ ახლა ვიმყოფებით უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ კორპუსში, სადაც თქვენი მომავალი ფაკულტეტების დეკანატები და ადმინისტრაციაა. საკონფერენციო დარბაზებია. ჩვენ ახლა ერთ-ერთ მათგანში ვიმყოფებით, სადაც უამრავი სტუდენტური კონფერენცია, საჯარო ლექცია თუ სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. თქვენი მომავალი უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ტრადიციებით მომავლისკენ.